შვედეთი უკრაინას ახალ გრიპენის გამანადგურებლებს გადასცემს. ზელენსკის ბოლო ვიზიტის დროს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტერსონმა განაცხადა, რომ 2027 წლის დასაწყისიდან უკრაინას გადაეცემა 16 JAS 39 გრიპენის ტიპის გამანადგურებელი. ამათ დაემატება კიდევ 20 გამანადგურებელი 2030-დან, რომლებიც კი შეიძინება ევროკავშირის მიერ შემუშავებული სესხის მექანიზმის გამოყენებით. სასურველია განმარტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობ Wonder Weapons-ზე, რომელიც კონფლიქტს გადაწყვეტს, არამედ ძალიან სასარგებლო რესურსზე უკრაინელებისთვის. საჰაერო ძალების კონვენციური თვალსაზრისით, უკრაინა ძლიერად ჩამორჩება რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ ომი 2022 წელს დაიწყო, პირველი F-16 ტიპის გამანადგურებლები უკრაინაში მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში ჩავიდა, ხოლო ფრანგული მირაჟები მხოლოდ 2025 წლისაწყისში. მას შემდეგ, რაც დასავლეთის კოალიციას გარკვეული ხოკმანი ჰქონდა ასეთი თანამედროვე სამხედრო რესურსების გადაცემაზე. გარდა იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები რესურსებს ეკონომიურად ანაწილებდნენ, მიზეზი ასევე დაკავშირებული იყო შიშთან, რომ კიევისათვის ძალიან თანამედროვე შეიარაღების მიწოდება შეიძლებოდა, კრემლის გაღიზიანება გამოიწვია და კონფლიქტის ესკალაცია კიდევ უფრო გაეზარდა. ზოგიერთი სისტემა, მაგალითად გამანადგურებლები, უკრაინელებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად დაარტყან რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა ბოლო წლებში კიევმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის შეტევების განხორციელება დამოუკიდებლადად შეუძლია დრონების გამოყენებით. უკრაინისთვის ისეთი გამანადგურებლების ქონა, როგორიცაა გრიპენი, ასევე ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თავი დაიცვან რუსული დაბომბებისგან, განსაკუთრებით იმ დაბომბებისგან, რომლებიც ტარდება პლანირებადი ბომბების გამოყენებით. მეტეორის ტიპის რაკეტები, რომლითაც შესაძლებელია გრიპენების აღჭურვა და რომლებსაც დიდი სროლის მანძილი აქვთ, უკრაინას მისცემდა უფრო მაღალ თავდაცვით შესაძლებლობას პლანირებადი ბომბების წინააღმდეგ, რომლებსაც ამჟამად რუსები იყენებენ, რადგან რაკეტებს შეუძლიათ რუსული თვითმფრინავების დიდი მანძილიდან განადგურება. უკრაინის ამჟამინდელ სტრატეგიაში ასევე შედის გამანადგურებლების გამოყენება, როგორც რუსული რადარის სისტემების ჩამხშობის საშუალება. ეს უკრაინის შეტევებთან ერთად კომუნიკაციისა და მონაცემთა შეგროვების ცენტრებზე კიევს აძლევს საშუალებას დაასუსტოს რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემები და დაგეგმოს შემდგომი ღრმა შეტევები. და დასასრულს ვიცით, რომ უკრაინა ავითარებს საკუთარ პლანირებად ავიაბომბას, რომელსაც შეძლებენ გაუშვან მათსავე გამანადგურებლებიდან. ამ იარაღის უპირატესობა ისაა, რომ მისი ჩამოგდება შესაძლებელია მტრის საჰაერო თავდაცვის ზონის მიღმა და საკმაოდ დაბალ ფასად, რაც მას ეკონომიურად ეფექტურს ხდის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? როგორც ყოველთვის დამატებით ინფორმაციას კომენტარებში ან აღწერაში ნახავთ.